Ciao, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ beauty news-ების შესახებ. ეს არის 2025 წლის პირველი ვიდეო. პირველი ვიდეო, რომელსაც ვწერ 2025-ში და პირველი ვიდეო, რომელსაც ვტვირთავ 2025-ში, ამიტომ მოდით ყველამ ერთად ბევრი კარგი კონტენტი დავიბედოთ 2025 წლისთვის. ვფიქრობ, რომ beauty news-ებით დაწყება სწორი იქნება, კორექტული იქნება, საინტერესო იქნება. ცოტა შევაჯამოთ 2024, საინტერესო ახალი პროდუქტების შესახებაც გესაუბრებით. რომ გავიხსენოთ მსგავსი ვიდეო 2024 წლიდან, მახსოვს, მაშინ გითხარით, რომ 2024 წელი იქნებოდა სელებრიტების, ბრენდების და სუნამოების წელი და მე მგონი ყველანი დამეთანხმებით, რომ ჩემი წინასწარმეტყველება 2024 წლის შესახებ ახდა 2024-ში, რომ სუნამოების რაოდენობა ვნახეთ, სელებრიტების, ბრენდების რაოდენობა ვნახეთ. არ ვიცი, სელებრიტების, ბრენდები დიდად არ გვიკვირდა, მაგრამ 2024 წელი მე მგონი ნამდვილად პიკი იყო. რამოდენიმე საინტერესო ბრენდიც ვნახეთ, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი, რომელიც ეხლა გესაუბრებით ცოტა ხანში, რომ უკვე დაგვემშვიდობდნენ სამწუხაროდ, ერთი წელიც კი ვერ გაკაჩეს, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ბევრი საინტერესო სუნამო გამოვიდა ბაზარზე, ბევრი საინტერესო სუნამოს გატესტვის შესაძლებლობა მომეცა. რა მომახსოვრდება მაგით ეგ წელი ნამდვილად? სელებრიტების ბრენდებს რაც შეეხება, ჯერ Blake Lively-ის სკანდალიდან არ გამოვსულართ, გადმოყვა ეგ ამბავი 2025-ში. რა თქმა უნდა, სხვა მიზეზების გამო და იმ სასამართლო პროცესების გამო, რომელიც იწყება და სავარაუდოდ 2025-ში უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოექცევა, თუმცა არ ვიცი, ფილმიდან დაწყებული მისი თმის ხაზით დამთავრებული ბლეიკმა მე მგონი კიდევ ერთხელ მოაქცია სელებრიტების ბრენდები ყურადღების ცენტრში 2024-ის ბოლოს განსაკუთრებით. Sephora-ს ბავშვები. Sephora-ს ბავშვები და ის სიგიჟე, რაც Sephora-ს ფილიალებში ხდებოდა და ზოგადად Gen Alpha, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 2024 წელი უნდა ყოფილიყო წელი, როცა სკინქეა და მაკიაჟ სამყაროში შეაბიჯებდნენ და გადათელავდნენ Sephora-ს ფილიალებს. ეხლა ცოტა გადავიდა ტრენდის ამბავი, რომ ყველა მიცით როგორც არის ხოლმე. დაწყნარდა, შემსუბუქდა სიტუაცია, თუმცა TikTok-ს თუ გადაავლებთ თვალს, მაინც იგივე სიტუაცია არის, როცა არ ვიცი, 11-12 წლის ბავშვების რუტინებს ეხება საქმე, 20 საფეხურიანი რუტინა გლიკოლის მჟავით და რეტინოლით, რასაც დღემდე ვერ ვიგებ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 2025-ში კიდევ უფრო მეტად დაწყნარდება და დამშვიდდება მაგ მხრივ სიტუაცია და ბრენდებიც მიხვდებიან, რომ არ არის საჭირო 10 წლის ბავშვებისთვის გლიკოლს და სალიცილის მჟავას გაუწიო რეკლამა ლამაზი, ფერადი, საბავშვო შეფუთვებით, რომ ბავშვების ყურადღება მიიქციო. უბრალოდ უფრო მნიშვნელოვანია ავხსნათ ბავშვებს რა არის ამ შეფუთვებში, რას იყენებენ და სწორად პროდუქტების გამოყენებას და სწორად შოპინგს მივაჩვიოთ. ეს ბავშვები, რაც ჩვენ დღეს ჩვენ სასაკში გვჭირდება, იცით, განხილვის ვიდეოები, რომელსაც გავაგრძელებ აუცილებლად 2025-ში და ჩვენ სასაკში გვჭირდება, მივაჩვიოთ იმას, რომ შეფუთვა გადმოვაბრუნოთ, წავიკითხოთ ინგრედიენტების სია, მაინდა-მაინც რეკლამის და მარკეტინგის მსხვერპლი არ გავხდეთ. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ 10-11 წლის ბავშვები მივაჩვიოთ მაგ ამბავს, რომ ლამაზი შეფუთვა, რეკლამა, ვირალური ვიდეო და ტრენდი TikTok-ზე ყველაფერი არ არის. კანი არის ჩვენი ყველაზე დიდი ორგანო, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გავყვეს. დიდი როლი და ფუნქცია აქვს ზოგადად ჩვენი ორგანიზმის დაცვაში და ძალიან მნიშვნელოვანია ამის მოვლა და დაცვა და იმის მაგალითად, რომ ეს ვირალური ტრენდი და ეს ვირალური მომენტი გამგვეყენებინა ამისთვის, რომ ამ ბავშვებს ვასწავლოთ, რომ მივეჩვიოთ სწორ შოპინგს. არ ვიცი, 20 საფეხურიანი უაზრო რუტინა უფრო მნიშვნელოვანი იყო მაგ ვირალურ პერიოდში, მაგრამ არ ვიცი, იქნებ უფრო მეტად მივაქციოთ 2025-ში, მე ვისურვებდი, ჩემი სურვილი იქნებოდა 2025-ისთვის, რომ გამოვიყენოთ ის არაჩვეულებრივი სოციალური პლატფორმები, რომლებიც გვაქვს და დავიწყოთ ზუსტად ის, რომ მივაჩვიოთ ეს ბავშვები სწორ შოპინგს, რომ ჩვენს ასაკში დიდი ასოებით, ფერადი წარწერებით და ფერადი შეფუთვებით და მარკეტინგით და რეკლამით არ მოტყველდნენ და რეალურად იცოდნენ, რაში იხდიან ფულს. ეგ იქნებოდა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი 2025-ისთვის. მაკიაჟის ტრენდს რაც შეეხება, ჩემი აზრით ყველაზე დიდი ტრენდი 2024 წლიდან განსხვავებით, რასაც 2025-ში ვნახავთ, იქნება ბრონზერი, რადგან 2000-იანი წლების მაკიაჟის ტრენდი ხდება ძალიან პოპულარული და დარწმუნებული ვარ 2025-ში, არ ვიცი, პიკი ექნება. გვახსოვს 2000-იანებში ბრონზერი და ზოგადად ეს ბრონზ ლუკი იყო ძალიან პოპულარული, ძალიან ტრენდული და მე ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ბლაშის ტრენდისგან, რომელიც 2024 წლის მაკიაჟის ძირითადი და მთავარი ტრენდი იყო, ბლაში. ბრენდი არ დარჩენილა, რომ 2024-ში ბლაში არ გამოეტანა ბაზარზე. მე ვფიქრობ, რომ 2025-ში ბრონზერი ჩაანაცვლებს ბლაშს, უბრალოდ ბრონზერი და პლუს, ასე ვთქვათ, ბლაშის და ბრონზერის გაერთიანება, გლოუში განსაკუთრებით, ანუ ეს თითქოს და ერთიანი პროდუქტი, რომელიც
ბლაშის და ბრონზერის ეფექტს ერთდროულად ასრულებს სახეზე და თან გლოუ ეფექტს იძლევა. ეს ბრონზერები გიყვარდა ზოგადად ბრონზ ლუკი გიყვარდა ბლაში მაინდა-მაინც თქვენი თემა არ იყო. მე ვფიქრობ რომ 2025 თქვენი წელი იქნება. გარდა ამისა ვფიქრობ როცა ტუჩებს ეხება საქმე, ტუჩის პროდუქტებს მათ ტუჩსაც ხერს ეკნებათ კამბექი, იმიტომ რომ ტუჩის ზეთი და გლოსი და ბალმი და შაინი იყო, ну, არ ვიცი, პიკი 2024-ში რა თქმა უნდა და ყველა ბრენდს ჰქონდა თავისი გლოსი და ბალმი და ტუჩის ზეთი ბაზარზე და ვიცით რა მხოლოდ ტრენდი იყო. მე ვფიქრობ რომ ეგ გადავადა შენარჩუნება რა თქმა უნდა ასევე 2025-შიც, თუმცა რეალური კლასიკური ტუჩსაცხების ტრენდსაც დავინახავთ და დაბრუნდებიან, იმიტომ რომ 2000-იანების ამ ტრენდს უყურებთ და თუ ეს მაკიაჟი დაბრუნდება და ისევ ტრენდული იქნება. მაგ დროის ტუჩის ტრენდი იყო რა თქმა უნდა ცივი ტონები ტუჩზე, უფრო მუქი, უფრო შესამჩნევი მაკიაჟი, უფრო შესამჩნევი ტუჩი და უფრო ასე ვთქვათ სატინ მატ velvet ტუჩები, ამიტომ თინთები ვფიქრობ რომ ძალიან პოპულარულები იქნებიან მაგ მხრივ 2025-ში. კლასიკური ტუჩსაცხის გამოყენება, რომელსაც მაინდა-მაინც shiny glossy და ზეთის ეფექტი არ აქვს ტუჩზე, რაც მე ძალიან მახარებს. მე მიყვარს გლოსები, მიყვარს ტუჩის ბალმები, მაგრამ კლასიკური ტუჩსაცხები ჩემთვის მაინც რაღაცა სხვა გემრიელი კატეგორიაა, ამიტომ იმედი მაქვს რომ მართლა ეგრე იქნება და დავინახავთ უფრო მეტად მაგ ტრენდს, იმიტომ რომ მიყვარს ყოველდღიური მაკიაჟის გამოყენებას, როცა ეხება საქმე. ტუჩსაცხი ნამდვილად არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურად შემიძლია რომ გამოვიყენო, შევცვალო, ტექსტურა, ფერები, ბრენდი და ბევრი სხვა პროდუქტი დავტესტო ისე რომ სრული სახის მაკიაჟის დატანა არ არის სახეზე საჭირო. ამიტომ გამიხარდება ძალიან თუ ამ პროდუქტების ტრენდს დავინახავთ 2025-ში. თმის ტრენდს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან დიდი მოცულობის დახვეული თმის ტრენდიდან გადმომდივარ ნელ-ნელა დასწორებული სწორი თმის ტრენდზე, ანუ დაუთოებული თმის ტრენდზე, რაც თუ გავითვალისწინებთ რომ 2000-იანების მაკიაჟის ტრენდი ბრუნდება, მაშინ თმა იყო დაუთოებული, აი სასიკვდილოდ დაუთოებული. პირდაპირ გაგებით დაუთოებული. If you know, you know. ეგ ტრენდი მოყვება რა ასე ვთქვათ ავტომატურად მაგ მაკიაჟის ტრენდს და ხშირად ვხედავ ეხა ბოლო კვირების განმავლობაში და ვფიქრობ 2025-ში უფრო მეტად დავინახავთ, არის აი აქედან წაღებული შეკრული თმა ჩახვევით, ან ნაწნავით, ან ჩახვევით და აი აქ შეკრული და შემდეგ გაშლილი თმა, რასაც ვხედავ ბოლო კვირების განმავლობაში სოციალურ მედიაში და სხვადასხვა გაზეთებში, ჟურნალებში, რასაც ვკითხულობ ტრენდებს როცა ეხება საქმე, აი მსგავსი თმის სტილი არის ძალიან პოპულარული. არ ვიცი. მე ასე ვფიქრობ, ესაა ჩემი წინასწარმეტყველება 2025-თვის. ვფიქრობ, რომ სიტყვას, რომელსაც აი ბუზი რატო ცოცხლობს იანვარში მითხარით. მოკლედ, სიტყვა, რომელსაც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, ტრენდულად ალბათ ყველაზე ხშირად გავიგონებთ სხვადასხვა პროდუქტების დასახელებაში, განსაკუთრებით როცა მაკიაჟს ეხება საქმე, არის blower, ანუ ფილტრის ეფექტი, glossy glows საპირისპირო ეფექტი, ასე ვთქვათ, რასაც ტუჩებზეც დავინახავთ, ჩემი აზრით, განსაკუთრებით თუ თინთები და კლასიკური ტუჩსაცხები და მატ ტუჩსაცხები დაბრუნდებიან ტრენდში. Huda Beauty-ს აქვს ეხა ახალი ბლაშები, ახალი პუდრა ბაზარზე, რომელსაც ზუსტად ეს ფილტრის ეფექტი აქვს განსაკუთრებით თვალებს ქვეშ გამოსაყენებლად. მე ვფიქრობ, რომ აი პრაიმერები, ტონალურები, ბლაშები, პუდრები ამ ხრივ აი ეს ფილტრის ეფექტი, აი ამ სიტყვას, ამ ტრენდს მსგავსი სახელწოდებით პროდუქტებს ბევრს დავინახავთ 2025-ში და ესეთი ტრენდული სიტყვა იქნება. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით როცა პუდრებს ეხება საქმე, ბევრ არატრადიციულ ფერს დავინახავთ, რომელიც პოპულარული იქნება და ჰუდამ დაიწყო უკვე. ია სამნისფერი პუდრა, თვალებს ქვეშ გამოსაყენებლად, ლაილაკის ფერი, ანუ მე ვფიქრობ, რომ აი ეგ ტრენდი კიდევ უფრო გაძლიერდება და ბევრი ბრენდი შეუერთდება Huda Beauty-ს. მე ვფიქრობ, აი რაღაც ესეთი გამორჩეული, განსხვავებული, არაორდინალური ფერების მაკიაჟი, განსაკუთრებით როცა ბლაშს და პუდრას ეხება საქმე, ძალიან პოპულარული იქნება, შეიძლება ტუჩსაცხებზეც დავინახოთ მაგ ტრენდის დაბრუნება, მაკიაჟი უფრო მეტი ფერით. აქამდე იყო 2024-ში განსაკუთრებით ყველაფერს ჰქონდა no makeup, ყველაფერი იყო glossy, ყველაფერი იყო რაღაცა ბეჟი ფერებით, გარდამავალ ფერებში, რაღაცა რომელსაც აი ხო იცით ბოლომდე ფერს რო სახელს ვერ არქმევ. აი რაღაც ეგეთ ფერებში მე ვფიქრობ, რომ ფერებს თავისი სახელები დაერქმევათ და რაღაცა ესეთ აი შეიძლება რაღაც არაფერი განსაკუთრებული მაკიაჟი, მაგრამ ერთი კონკრეტული პროდუქტი გამორჩეული, არაორდინალური ფერით, რომელიც მაშინ ყურადღებას იქცევს.
სკინქერს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ რაღაც განსაკუთრებულად დიდ სხვაობას იმასთან შედარებით, რაც 2024-ში იყო პოპულარული, არ დავინახავთ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კორეული ბრენდი შემოგვიერთდება რიდლ შოტების სხვადასხვა პროდუქტებით, სხვადასხვა კატეგორიებიდან, სხვადასხვა ინგრედიენტებით. ვფიქრობ, ეგ თემა კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდება. ვფიქრობ, რომ სახლის პირობებში კანის მოვლა სალონური ეფექტის მისაღებად, აი ეგ თემა, რასაც რიდლ შოტი ასევე ემსახურება, უფრო და უფრო მეტად ტრენდული გახდება. არც სახლის პირობებში ნიღბები, სახლის პირობებში მაიკრონიდლინგი და ასე შემდეგ, სახლის პირობებში სახის გაწმენდა. ანუ ოღონდ არა ლიმნის წვენით, ანუ თანამედროვე პროდუქტების, თანამედროვე ტექნოლოგიების, თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, ასე ვთქვათ, იმიტირება სახლის პირობებში მსგავსი სალონური ეფექტის მისაღებად. მე ვფიქრობ, რომ სკინქერს ეხება საქმე, ეგ თემა კიდევ უფრო მეტად პოპულარული და საინტერესო გახდება. ზოგადად სახლის პირობებში სხვადასხვა სილამაზის პროცედურების ჩატარება, მე ვფიქრობ, რომ ეგ თემაც პოპულარული ხდება. არ ვიცი საქართველოში როგორ არის ამ ხრივ საქმე, როგორ მიყვებიან მაგ ტრენდს, მაგრამ აქეთ ძალიან ტრენდულია და არ ვიცი შეიძლება მე ვზივარ ეგეთ ალგორითმში, რომ ერთხელ ვუყურე და ეხლა ხშირად მიგდებს press on ფრჩხილები, ანუ დასაკრავი, დასაწებებელი ფრჩხილები. ესენი არის press on, რასაც ვიკეთებ უკვე რამოდენიმე თვეა, 2024 წლის მეორე, ანუ შემოდგომიდან. რატომ ვწვალობ? შემოდგომიდან მოყოლებული განსაკუთრებით ჩავერთ ეს press on დასაწებებელი, დასაკრავი ფრჩხილების ტრენდში და ვფიქრობ, რომ სახლის პირობებში ფრჩხილების გაკეთება, მანიკურის გაკეთება, სახლის პირობებში იქნება ძალიან ტრენდული და უკვე დაწყებულია. ძალიან, არ ვიცი, TikTok იქნება თუ Instagram იქნება თუ YouTube, არ ვიცი, ვისაც ვუყურებ და თუ კი ვინმე beauty თემაში არის, ყველას press on ფრჩხილები აქვს ხა. ვიცი, რომ საქართველოში შილაკი და ასტას შემდეგ ეგ თემები და სალონში ფრჩხილის გაკეთება ძალიან ტრენდულია და ძალიან მოდურია. მითხარი, რამე ხო არ შეცვლა საქართველოში მაგ მხრივ, თუ ხედავთ რაღაცა უკვე ნიშნებს, რომ ეს press on დასაწებებელი ფრჩხილებიც საქართველოში რაღაცა პოპულარულობას იძენდეს, მაგრამ ეს დიდ ბაზარზე, უცხოურ ბაზარზე მსგავსი მანიკურის სახლში გაკეთება არის ძალიან პოპულარული. შეგიძლია რომ ის ფერი გადაისვა, შემდეგ ჩვეულებრივ ლაქი გადაისვა, როგორც ხედავთ ამათ ფერი არ აქვს, უფერული პლასმასის ფრჩხილია, რომელსაც იწებებ და შემდეგ ნუ ფერს იცვლი, როგორც განიხარდება. ქისის დასაკრავი ფრჩხილებით დავიწყე სხვათა შორის და ძალიან კარგი ხარისხის აქვს სხვათა შორის. წებო რაც მოყვება, ცუდი არ არის. თუ კარგად გაქვს ხელი გაწაფული, თუ კარგად ამზადებ ფრჩხილებს, თუ კარგად ამზადებ ნონებს. რა ვიცი, თუ დაგაინტერესებთ ეს მე ეგ თემაში რაღაც ერთი პატარა ვიდეო ჩაგიწერეთ მაგ თემასთან დაკავშირებით, მე როგორ ვიკეთებ სახლში ფრჩხილებს და რას და როგორ ვიყენებ. ეხლა სხვათა შორის YouTube-ს დაემატა, რომ შორტები, ანუ მოკლე ვიდეოები, რასაც ტელეფონზე უყურებ უმეტეს შემთხვევაში, ანუ TikTok-ის და Instagram-ის მსგავსი ვიდეოები 3 წუთამდე გაზარდა. YouTube-მა 3 წუთამდე აიყვანა, ანუ აქამდე მხოლოდ 60 წამიანი, ანუ მაქსიმუმ 1 წუთიანი ვიდეოს ატვირთვა შეგეძლო მასეთი მოკლე ვიდეოების YouTube-ზე, ეხლა 3 წუთზე აიყვანეს. სხვადასხვა ქვეყნებს ამატებენ ნელ-ნელა, თავიდან ამერიკაში იყო მხოლოდ, ეხლა ევროპის ქვეყნებშიც დაემატა. არ ვიცი საქართველოში არის თუ არა უკვე შესაძლებელი, ისიც კი არ ვიცი, რომ საქართველოში თურმე YouTube პრემიუმი 2024 წლამდე არ იყო და 2024-ში მაგ ძალიან უცნაური და საინტერესო თემა არის, მაგრამ მოკეთ 3 წუთამდე მსგავსი მოკლე ვიდეოების ატვირთვა უკვე YouTube-ზეც შეიძლება და ისეთი რაღაცა სრული ფორმატის ვიდეო თუ არა, რაღაცა მსგავსი ჩაგიწეროთ, თუ გაინტერესებდა, თუ თქვენთვის საინტერესო თემა არის. მე თვითონაც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ, ასე ვთქვათ, თავიდან რამოდენიმე დღე მიძლებდა ხოლმე ეს დასაწებებელი ფრჩხილები. ახლა დაახლოებით 2 კვირა. ანუ 2 კვირის შემდეგ შეიძლება რომელიღაცა ფრჩხილზე ცოტა წებოს ჩამატება დამჭირდეს. სადღაც 20 დღეში უკვე მობეზრებულიც მაქვს ხოლმე, მე როგორ ჩემ მოკლე ფრჩხილები მენატრებიან ხოლმე, ამიტომ ისედაც ვიხსნი და 10 დღე მე არაფერს აღარ ვიკარებ ხოლმე ფრჩხილზე. ეს არის ეხა 5 დღის ფრჩხილები. ლაკიც არ განმიახლებია, ლაკიც 5 დღის არის და არ გეგონოთ რომ რაღაცა განსაკუთრებული ესენსის 2 ევროიანი ლაკი მისვია ფრჩხილზე, უბრალოდ ამ პლასმასის ფრჩხილზე, არ ვიცი, ლაკიც უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება ვიდრე ჩემს ბუნებრივ ფრჩხილზე, არ ვიცი. როგორც ჩანს კი ჩვენი ბუნებრივი ფრჩხილები უფრო მალე ხდებიან ცხიმოვანები, ასე ვთქვათ, რაც მე მას იწვევს რომ იქერცლება რა თქმა უნდა. ლაკი ხელოვნური ფრჩხილები ბევრად უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებენ ლაკს. მაგას დავაკვირდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი სხვა ლაკს არ ვიყენებ. ესენსის ულამაზეს ფერფში აქვს არჩევანი, ძალიან ბიუჯეტურია. თან არ მეზარება ახლა ლაკის წასმა 2 ევროიანი ლაკი თუ 3 დღე მიძლებს. პრეტენზია არ მაქვს, ამიტომ მაგას ვყიდულობ ხოლმე ყოველთვის. ეს არის ძალიან დიდი ტრენდი, რომელსაც ახლა TikTok-ზეც ვხედავ და ბევრ ინფლუენსერთან ვხედავ სხვადასხვა პლატფორმაზე, ვისაც მივყვები და ვუყურებ. ამიტომ არ ვიცი საქართველოში რამდენად არის უკვე დაწყებული ეგ ტრენდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ
ეგ ამბავი მალე ძალიან პოპულარული გახდება. სუნამოების ტრენდს რაც შეეხება, სუნამოების თემა ვფიქრობ, რომ გაგრძელდება აუცილებლად და ბევრ ნოტებს რაც შეეხება, ეხლა ქაიალიმ დაიწყო სხვადასხვა უკვე 2025 წლის ტრენდი მარშმელოუთი და ლაქტონიკ, ეს ცოტა რძის, ლაქტოზის არომატებით სუნამოების გამოტანა ბაზარზე და ძალიან დიდი ბუმი და ძალიან დიდი წარმატება იყო მათთვის ეს მათი ბოლო სუნამო და ვფიქრობ, რომ ეგ ტრენდი შენარჩუნდება, გურმანი სუნამოები, მოტკბო სუნამოების, ლაქტოზის არომატით სუნამოები და გურმან სუნამოებს როცა ეხება საქმე, კიდე ასევე რამოდენიმე ალუბლის საინტერესო სუნამოებს და სხეულის მოვლის საშუალებებს და მისტებს, სპრეებს გადავაწყდი ბოლო პერიოდის განმავლობაში, სადაც სხვადასხვა ვლოგებში იყო ძალიან ხშირად მაგ არომატებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ ეგ ტრენდი შენარჩუნდება 2025-ში და ზოგადად სხეულის მოვლის პროდუქტები, რომლებსაც აქვთ პარფიუმი. Rare Beauty მაგალითად კიდევ ერთი ახალი ხაზი დაამატა, ეხლა გესაუბრებით მაგის შესახებ, რომელსაც სხეულის მისტი, სხეულის სპრეი და კრემი პარფიუმით. მე ვფიქრობ, რომ აი პროდუქტები, განსაკუთრებით სხეულისთვის, სხვადასხვა გემრიელობების გურმანი არომატებით ძალიან პოპულარულები იქნებიან 2025-ში. ძალიან პოპულარული იქნება მერჩები, ბრენდის ლოგოებით, სახელებით და ასე შემდეგ. დამზადებული სხვადასხვა აქსესუარები, შეიძლება ტანსაცმლის ხაზიც იყოს, ქუდი, ჩანთა, ასე შემდეგ. სხვათა შორის ტრეიდმარკ აქვს უკვე Rhodes, ჭორები გავრცელდა კორიდორებში, Air, და ქართულად დაპატენტებს, ხო, დააპატენტეს Air. რაღაცას გამოიტანს Rhodes აუცილებლად 2025-ში ბაზარზე Air-ით. ასო Air დააპატენტეს, რაც ვფიქრობ, რომ გულისხმობს ტანსაცმელს, არც Rare Beauty-s ქვეშ იქნება ეგ ყველაფერი თუ ცალკე ხაზს გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქსესუარები, ტანსაცმელის მოგეთ, რაღაცა ისეთი, რაც ასე ვთქვათ, ძირითად ბრენდთან იქნება დაკავშირებული. არც მაგალითად Rare Beauty-s ქონდა ძაღლის სათამაშოები, ჩანთები, აქსესუარები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბრენდის რეკლამას აძლიერებს. ავტომატურად არეკლამებ ამ ბრენდს ყველგან სადაც მოძრაობ. მე ვფიქრობ, რომ ეგ თემა და ასე ვთქვათ, უფრო მჭიდრო კავშირი ბრენდთან, რომ უკვე აქსესუარებსაც ატარებ ამ ბრენდის და ამით ამბობ, რომ ამ ბრენდის მომხმარებელი ხარ. მე ვფიქრობ, რომ ეგ თემა 2025-ში უფრო გაძლიერდება და უფრო მეტი ბრენდი იქნება ესეთი, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა აქსესუარებს, თუნდაც ტანსაცმელს გამოიტანს ბაზარზე. ოკეი, და ბოლოს ცოტა beauty news-ებისკენაც რომ გადავიდეთ, უშუალოდ პროდუქტებზეც რომ ვისაუბროთ, 2025 წლის ფერი დაასახელა პენტონმა მოკა მუს, მოკას მუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფერი იქნება 2025 წლის ფერი, რომელსაც სხვადასხვა პროდუქტებში, დიზაინში, მოგეთ, სხვადასხვა აქსესუარებში დავინახავთ როგორც დომინანტ ფერს. ეს რა თქმა უნდა არ არის აუცილებლად ის თემა, რომ ყველაფერი ამ ფერის შესახებ უნდა ტრიალებდეს, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ასე ვთქვათ, პატარა მიმართულებას გვაძლევს, რა ფერებს უნდა ველოდოთ, თუნდაც სახლის დიზაინში, ტანსაცმლის დიზაინში, მაკიაჟის ფერებში, თუნდაც ეს ფერიდან გამომდინარეც ეს ასე ვთქვათ, ბრონზი, თბილი ფერების სახეზე აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოპულარული იქნება. ძალიან სასიამოვნო, საინტერესო ფერი არის, 2000-იანების ცოტა ცივ ფერებსაც თორსა განსაკუთრებით შეიძლება რომ ვითამაშოთ მაგ ტონებით, ბრონზერზე უკვე ვთქვით. აი, ძალიან ესეთი ფერი არის, რაც არაჩვეულებრივ გადასვლას აკეთებს, ეს no makeup და ეს ბეჟი ფერები, ვიცით რომ ძალიან პოპულარული იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით COVID-ის შემდეგ, როცა მაკიაჟს თითქმის არავინ აღარ ატარებდა და შემდეგ ნელ-ნელა დავიწყეთ ეს no makeup-ის გამოყენება, თითქოს მაგ ტრენდსთანაც ახლოს არის, მაგრამ რეალურად უკვე საკმაოდ მუქი, ინტენსიური ფერის შესახებ საუბრობ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტონები მარტივად შეიძლება რომ გამოვიყენოთ ამ ფერის, ხო? მაგრამ აი უკვე რეალურ ტონში გადავდივართ, უკვე რეალურად ინტენსიურ ფერში გადავდივართ, რაც უფრო მეტად ინტენსიურ მაკიაჟს და უფრო მეტად ინტენსიურ დიზაინს და ფერებს გულისხმობს ჩემთვის, რასაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დავინახავთ 2025-ში. ძალიან საინტერესო ფერია, მომწონს ძალიან. ეს არის ფერი, ამ ფერის ტანსაცმელი, ჩემი კანის ტონს უხდება სხვათა შორის ძალიან. მიყვარს ამ ფერის ტანსაცმელი, ასე ვთქვათ, სახლის დიზაინისთვისაც ცუდი ფერი არ არის. კონტრასტისთვის სხვათა შორის კარგი ფერია. როცა რაღაცა ფერადი, ნათელი გაქვს და მე რაღაცა ცოტა კონტრასტისთვის უფრო muted ფერი გჭირდება. არაჩვეულებრივი არჩევანია ჩემი აზრით. მოგეთ, საინტერესო ფერია. მე ვფიქრობ ძალიან ჭკვიანური არჩევანი იყო ამ ფერის დასახელება 2025-ისთვის. რაც უნდა ვახსენო არის, რომ JLo Beauty, Jennifer Lopez-ის beauty ბრენდი, ისაც ველოდებოდი მართალი გითხრათ. როდის დავამშვიდობებოდა ჯენიფერ ლოპესის რაც რთული წელი ქონდა განქორწინებით და სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების სკანდალებით და ასე შემდეგ, მაგრამ
ბრენდსაც არ ქონდა დიდად წარმატებული წელი. მე ვფიქრობ თავიდანვე ნათელი იყო ეს ბრენდი და წარმატებული არ იქნებოდა, იმიტომ რომ არ ვიცი. ზეითუნის ზეთი არის ჩემი კანი, როცა 60 სხვადასხვა ფილტრი გადევს სახეზე და ასე. ან მოკეთ. რეკლამა და მარკეტინგი, რასაც აკეთებდა ჯეო თავიდანვე არ იყო მაინდა-მაინც სწორი ჩემი აზრით და ბრენდსაც შეეტყო ეგ უაზრო ფასი. ინგრედიენტებიდან გამომდინარე არაფერი, ამიტომ Sephora სტოვებს TJ Maxx-ში, ან აქ როგორ ეძახიან, TK Maxx-ში იპოვოთ ძალიან დისკაუნტი ფასებით JLo Beauty-ის პროდუქტები. მე მგონი ვერც მოასწრო რეალურად ფართო საერთაშორისო ბაზარზე რეალურად გასვლა ბრენდმა, იმიტომ რომ არ ვიცი, საერთაშორისო Sephora-ს თანამშრომლების insider joke იყო, რომ ესა თაროზე დევს JLo-s პროდუქტები და მტვერს აკრავებს. უნდა მიხვიდე ყოველდღე და მტვერი გადაწმით. იმიტომ რომ შენს გარდა, ანუ თანამშრომლის გარდა მომხმარებელი არ ეხება არავინ. დღეს არკიდებს JLo Beauty-ის პროდუქტებსა და არა გასაკვირი რომ მაგას მოყვა ის რომ Sephora სტოვებს JLo Beauty და სავარაუდოდ ბევრი არ დააგვიანდება რომ საერთოდ შეწყვეტს ბრენდი ბაზარზე არსებობას 2025-ში. მაგრამ არიდარდოთ ახალი ბრენდი უკვე გველოდება, რომელსაც სავარაუდოდ კი არა და 2025 წლის გაზაფხულზე ვიხილავთო, როგორც გვითხრეს და ეს არის Paris Hilton-ი. მისი ახალი ბრენდი შემოგვიერთდება 2025-ში, ბრენდს ქვია 1111 Beauty. 11. როგორც ისაუბრა, ეს არის high-tech, high performance, ანუ სხვადასხვა гаджеტების, სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობების სხვადასხვა ელექტრო beauty მოწყობილობების ბრენდი. ანუ იდეა არის, რომ ეს high-tech, ანუ მაღალი ტექნოლოგიები და beauty-ს დაკავშირება ერთმანეთთან და გაერთიანება ამ ბრენდის ქვეშ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება უბრალოდ რაღაცა თვალის კრემის და სახის კრემის ბრენდი. ნუ, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეგეთი პროდუქტებიც ექნებათ, მაგრამ მე როგორც მივხვდი, ეს იქნება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მოწყობილობებზე კონცენტრირებული ბრენდი. და როგორც გითხარით, სახლის პირობებში სალონური მომსახურების ეფექტის მიღება skincare-ს როცა ეხება საქმე ტრენდული იქნება 2025-ში და Paris Hilton-ის მეთანხმება. პარფიუმების ტრენდი გრძელდება, რა თქმა უნდა, და ეხლა Khloe Kardashian-ი შემოგვიერთდა თავისი ახალი პარფიუმით, რომლის ფასი იქნება $78. ეს არის ვარდის, ლავანდას, პრალინეს, ატმის, ფორთოხლის ყვავილების ხავსი, ბაზის ნოტებში არის ხავსი, ტონგას მარცვლები, სუბუქი ხის ნოტები და სექსი მუშკი. საინტერესო, სხვადასხვა შეფუთვა სუდი არ არის. Kylie-მ რაც გამოიტანა ბაზარზე, დაიშალა, სადაც ადრესატამდე მივიდა ამანათები. მე მგონი შეფუთვა უკვე ბევრად უფრო უკეთესად გამოიყურება და უფრო დახვეწილად და ელეგანტურად. ოლტაში იქნება, ანუ ამერიკაში იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ნუ Kylie, ეხა Kylie Cosmetics აქ დუგლასში შეგიძლია რომ მაგალითად შეიძინო და შესაბამისად პარფიუმი ძალიან მალევე დაემატა აქ ადგილობრივ ბაზარს და დუგლასში შეგიძლია რომ დაკეტეს და Chloe-ს პარფიუმს რაც შეეხება, არ ვიცი აქ ვინ შემოიტანს და ესე თუ შეიძლება თუ იქნება შესაძლებლობა რომ სამი შეხვიდე და დატესტო ისე რომ ონლაინად შევუკვეთო $80 სუნამო, ისე რომ არ იცოდე წინასწარ ასყიდულობ. მოდი ცოტა პარფიუმების შესახებ გავაგრძელოთ მაშინ საუბარი. აქ სხვადასხვა რაღაცეები მაქვს ჩანიშნული, როცა ვნახულობდი მაშინ ვაკეთებ სკრინშოტებს და ვინახავდი, ამიტომ თანმიმდევრობა ეხა მაინდა-მაინც აქ დაცული არ არის, მაგრამ პარფიუმის სურათებს რასაც ვხედავ შევეცდები რომ ეხა ერთიანად გესაუბროთ ამ სუნამოების შესახებ. YSL-ს აქვს მათი ცნობილი Black Opium-ის ახალი ვერსია ბაზარზე, რომელიც მაინდა-მაინც ახალი თემა არა, უფრო დეკემბრის ამბავია, მაგრამ მე არ ვისაუბრია ჯერ ამის შესახებ. ეს არის მათი icon ყავის პარფიუმი არის, რა თქმა უნდა, Black Opium-ი ყველამ ვიცით და ეხა ახალი ვერსია იქნება ბრჭყვიალა ვერცხლისფერი შეფუთვით ბაზარზე. მე ვფიქრობ ძალიან ჭკვიანურია, ანუ OG ძალიან პოპულარული სუნამოა და რაღაცა ახალი ვერსიების გამოტანა ბაზარზე. რატომაც არა, მუშკი, ყავა, ბურბონის ვანილა, ფორთოხლის ყვავილები. ანუ ყავის ნოტა ნარჩუნდება, უბრალოდ უფრო ტკბილი, სექსუალური და ყვავილოვანი ხდება. საინტერესოა, ძალიან საინტერესო. ფასები იწყება $95, $130 და $160 შეფუთვის ზომების მიხედვით. თბილი და ტკბილი გურმანი სუნამო. როგორც გითხარით, გურმანი სუნამოების ბუმს ველოდები 2025-ში და YSL-იც მეთანხმება რატომაც არა. Nest არის პარფიუმების სახლი, რომელიც სუნამოების სახლი, რომელიც Sephora-ზე შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და მარწყვის ახალი სუნამო გამოაქვთ ბაზარზე, სხეულის სპრეი და პარფიუმის Z+ პარფიუმი.
როგორც გითხარით, გურმანი ნოტები. სხვათა შორის შეფუთო მომწონს ძალიან. ეს როგორც ვიცი, Sephora-ში ალაგია. ამ ბრენდის განსაკუთრებით ის ბურთულიანი თავით სამოგზაურო ზომის შეფუთები ძალიან მაინტერესებს. ესე იგი, რა თქმა უნდა, ძალიან ხილოვან, ყვავილოვანი, მსუბუქი არომატები, გურმანი არომატები, მარწყვი, კენკრა, მზის არომატები. ანუ მე მგონი უკვე ვემზადებით 2025 წლის გაზაფხულის სეზონისთვის, მეგობრებო. საინტერესო, ანუ პარფიუმის ზეთი, როგორც გქონდათ ბურთულიანი პატარა შეფუთვით $35 და დიდი შეფუთვითაც ეკნებათ $120. მაგათი ზეთოვანი, ანუ პარფიუმის ზეთის ფასი კაიალის მინი პარფიუმებზე უფრო ძვირია, იმიტომ რომ კაიალის მინი პარფიუმები სადღაც 30 ევროს ფარგლებში 28-დან 30-32 ევროს ფარგლებში შეგიძლია რომ Sephora-ზე შეიძინო. ნუ ეს ზეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად კონცენტრირებული უნდა იყოს წესით, ამიტომ შეიძლება მეტი ფასი არც იყოს გასაკვირი, მაგრამ ძვირია ვიდრე კაიალი. როგორც გითხარით, Rare Beauty-ს აქვს ახალი ხაზი, სხეულის მოვლის, უბრალოდ პროდუქტი იგივეა, სპრეი და სხეულის კრემი, უბრალოდ პარფიუმი შეცვალეს. ამ შემთხვევაში გვაქვს წვნიანი ატამი. წერენ juicy peach. წვნიანი ატმის fresh ყვავილოვანი არომატებითო. რევიუები მოვისმინე, ძალიან მოეწონათ, ანუ მთელი ამ სკინკი, ანუ უბრალოდ სხეულის მოვლის ხაზიდან ხელის კრემი მქონდათ კიდე, რაც გამოიტანა ბაზარზე Rare Beauty-მ, სუნი, ანუ არომატი სენტი, რაც ქონდა პროდუქტებს, ყველა სურათო პირველ რიგში მიიქცია ზუსტად არომატმა, რომ აი რაღაცა საოცარი სურნელი აქვს პროდუქტებსო და ძალიან ჭკვიანურია, ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანურია, როცა დაინახე რომ მომხმარებელი რაღაცით არის კმაყოფილი, გააფართოვო ხაზი და რაღაც ახალი და საინტერესო დაამატო მაგ ხაზიდან ბაზარზე. ძალიან ჭკვიანურია. ვალენტინოს დონას ხაზიც, უბრალოდ Born in Roma-ს ხაზიც გაფართოვდა კიდევ ერთი სურამოთი, როგორც იცით, ყოველთვის გამოაქვთ ორი, ასე ვთქვათ, წყვილი არომატი ბაზარზე, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, დონა, ანუ რა თქმა უნდა, ქალებისთვის და უომო არის, ანუ იტალიურად ნიშნავს for him. ანუ რასაც შეიძლება ინგლისურად ეწეროს for him, ანუ მამაკაცებისთვის, უომო ნიშნავს იტალიურად იგივეს. Extra dose. დონა, ანუ ქალებისთვის პარფიუმის ვერსია, ინტენსიური არომატი იქნებაო, როგორც გითხრეს, ეს უნდა, ასე ვთქვათ, ინსპირაციას უნდა ანუ ინსპირაცია არის აღებული იტალიის დედაქალაქის, ანუ რომში, მზის ჩასვლითო, ანუ საღამო რომში, ასე ვთქვათ. აი ეს საკურდი აქვსო, ანუ ეგ არის კენკროვანი ხელი, როგორც ვიცი, ხო? რომელიც მე როგორც ვთქვათ, მას ფრანგული უფრო არის ვიდრე იტალიური, მაგრამ ნუ აი ტროპიკულ ზონაში ტროპიკული ხილს როცა ეხება საქმე, რეალურად დიდად სხვაობა არ არის, მაგრამ ანუ ეს კენკროვანი ხილის არომატი, რომი და ტკბილი ვანილას ბაზისია. ძალიან მაინტერესებს. ეს როდის იყო? ეს ჯერ ძალიან ახალია, იმიტომ რომ ჩვენ აქ მალევე გვემატება ხოლმე ვალენტინოს არომატები. სავაჭრო ცენტრში, ამიტომ მითი ხო არ გამომჩა თქვა, მაგრამ როგორც ჩანჩერჯერობით არა. რაც შეეხება მამაკაცებისთვის ვერსიას, იქნება ვეტივერის და ლავანდას ინტენსიური კომბინაციაო, ვაუ. და ესეთი spicy არომატი იქნებაო. ბოთლები ნუ ტრადიციული შეფუთვები ვიცით. ძალიან მაინტერესებს. ვალენტინოს სურამ, ნუ ესენი ჯერ ევროპაში მზადდება, რა თქმა უნდა, ამიტომ მალევე ემატება ხოლმე აქ ბაზარს, ამიტომ როგორც კი შემხვდება ჩვენთან სავაჭრო ცენტრში, მაშინვე შეგიხმიანებით Instagram-ის სტორიზე აუცილებლად, იმიტომ რომ ვიცი რომ ბევრს გიყვართ ვალენტინოს ამ სურამოების ხაზი და აფართოვებენ და ბევრ საინტერესო არომატს ამატებენ თან, რაც მიყვარს, ანუ მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ერთნაირად კარგი ხარისხით ამზადებენ სურამოებს. ანუ ის თემა არ არის, რომ ერთზე გრძნობ, რო თქვათ, ძალიან კარგი ხარისხის სურამოა და 7-8 საათი რჩება და მამაკაცის კოლონის ვერსიას ქმნიან ისე, რომ რაღაცა ერთ საათში არომატს ვეღარ ვქნა, მაგრამ ორივე სურამო ყოველთვის ძალიან კარგად აქვს ხოლმე დამზადებული, ამიტომ ძალიან მაინტერესებს. როგორც კი შემხვდება, მაშინვე გაგიზიარებთ ჩემს რევიუს, რამდენად მომეწონება. რადას აქვს სხვათა შორის კიდევ ახალი სურამო ბაზარზე, ეს არის რაბაბას პარფიუმი. რაბაბას ქართულად რაბაბა ქვია? თუ რამე სხვა სიძახიან მაგ მცენარეს, არ ვიცი. ამათი გითხრათ, მაგრამ ჩემი ფავორიტი რაბაბას პარფიუმი არის პარფიუმ დე მარლის ელინა. ეგ არის პიკი, როგორ შეიძლება რაბაბას პარფიუმი დაამზადო, მაგრამ რადას ტეიქოვერი და როგორი ვერსიით დაამზადებენ რაბაბას, ეგ ძალიან მაინტერესებს. ესე იგი, fresh florals, ანუ fresh ცოცხალი ყვავილების არომატის შესახებ საუბრობთ, მწვანე მანდარინი, რაბაბა და თეთრი მუშკი. გაზაფხულისთვის იქნება იდეალური სურამო. პატარა სამოგზაურო ზომის შეფუთვას ხედავ $35 აწერია და სრული ზომის კი არა და ეს მგონი 100 მილilitrიანია დიდი. ეს 30 მილilitrიანში ნეტა არა აქვთ და მაგას $180 აწერია.
ოკეი. ანუ 30 მილiliტრიანი სავარაუდოდ არ აქვთ. სამგზავრო ზომა და დიდი ზომა აქვთ. 7 იანვარი წერია გამოსვლის თარიღი. ესეც მალევე გვექნება აქ. ამაზეც აუცილებლად მოგიყვებით ჩემს რევიუს, რამდენად მომეწონება. კიდევ ერთი ახალი პარფიუმის შესახებ უნდა გესაუბროთ. ამ შემთხვევაში მარკ ჯეიკობსისგან მათი შეზღუდული რაოდენობით, ანუ შეფუთვები იქნება შეზღუდული რაოდენობითო Daisy-ს ოჯახს დაემატა კიდევ ერთი ახალი სუნამო Daisy Glow. ესე იგი, ციტრუსოვან ყვავილოვანი მიმართულების სუნამო, ბერგამოტი, ლიმონი, სპეციალურად ლიმონის ესენსიის ზეთიო. ანუ ლიმონის ციტრუსოვანი სუნამოები უნდა მოგწონდეთ ნამდვილად, რომ ეს მოგეწონოთ. თეთრი ყვავილები, ლიმნის ყვავილები, მუშკი, პაჩული, ჟასმინი. Daisy Glow და Daisy So Fresh Glow. ანუ ორი მიმართულების სავარაუდოდ ინტენსიურობიდან გამომდინარე. ნუ Daisy Glow სავარაუდოდ უფრო ინტენსიური იქნება და Daisy Fresh Glow სავარაუდოდ უფრო ალბათ ტუალეტის წყლის ვერსია. ეს იქნება ზაფხულისთვის იდეალური ყოველდღიური სუნამო. წესით ნოტებს მასაც ვკითხულობ. როგორც კი შესაძლოა მომეცემა მასაც დავტესტავ აუცილებლად და მოგიყვებით ღირს თუ არა რომ დავამატოთ სურვილების სიაში 2025-ში. Sol de Janeiro-ს აქვს ახალი, უბრალოდ ხო, მოდით ასე ვთქვათ, ახალი სუნამო, უბრალოდ ძველი დააბრუნეს თავიდან. განახლებული ვერსია, ანუ აღარ შემოქონდათ ჩაიროზას ეხლა არის რამე ქართულად უკვე. ჩაიროზა 39 ნომერი, ვისაც გახსოვთ, თურქინის ფერი ქონდა, მოლურჯო მომწვანო ფერი ქონდა, პეტროლის, მეგონი ხო? ცოტა პეტროლის ფერი ქონდათ ადრე, სხვათა შორის და შემდეგ ამოიღეს გაყიდვიდან, არ ვიცი რატო შეარიყიდებოდა, ესეთი პოპულარული არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა დაამატეს, კერძო დააბრუნებენ ისევ უკან, ეს იქნება თბილი, ტკბილი გურმანი. რას ფიქრობთ ახლა ვიდეოს შუამდე მოვედით და რას ფიქრობთ ჩემი წინასწარმეტყველებები 2025-თვის? კოკოსის კრემი, ტროპიკული ორქიდეა და როსტედ პრალინე. როსტედ პრალინე არ ვიცი ხა როგორ უნდა ვთქვა ქართულად. როსტედ არის გრილზე შემწვარი პრალინე. სავარაუდოდ როსტედ, ანუ მოხალული კაკაოს მარცვლების, ანუ შოკოლადის არომატის შესახებ ვსაუბრობ სავარაუდოდ. რაც ვაუ. Salted კარამელის შემდეგ ყველაზე საინტერესო ჟღერს ჩემთვის Sol de Janeiro-ს ხაზებიდან მართალი გითხრათ ეგ არომატი, ამიტომ ცოტა არ იყოს და მეც დავინტერესდი. Rode-ისგან მალე ახალ პროდუქტს უნდა ველოდოთ, ესე ვთქვათ, დაგვიანონსა თვითონ Hailey-მ. ეს არის ტუჩის პროდუქტი, duo პროდუქტი, ანუ ორთავიანი multi გამოყენების პროდუქტი, რომელიც არის როგორც ჩანს ტუჩის კონტური და თვითონ ტუჩის საცხი, ანუ ტუჩის პროდუქტს უნდა ველოდოთ მალე Rode-ისგან. ნუ ტუჩის პროდუქტები ისედაც ძალიან პოპულარულია მათი, მაგრამ კიდევ ერთი ახალი პროდუქტის დანამატი. ზუსტად არ ვიცი Rode-ის და ზუსტად არ ვიცი რა, მხოლოდ რამოდენიმე ფოტო გვაჩვენა, ანუ თვითონ როგორ იყენებს პროდუქტს, ამიტომ ბევრი ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით, მაგრამ ნუ ფაქტია რომ მალე ახალი პროდუქტი გვექნება Rode-ისგან ბაზარზე. მაგალითად NYX აქვს ახალი ტუჩის გლოს შრატი, ბევრ ძალიან საინტერესო ფერში, ბევრ ძალიან საინტერესო ფერში, მაგნეზიუმით, B12 ვიტამინით, კოკოსის წყლით, ნუ არ ვიცი, 16 სხვადასხვა ფერში, თითოს ფასი იქნება ხა დოლარებში ვხედავ $10 და 77 ცენტი. საინტერესო ფასია, ევროებში არ ვიცი, არ მინახავს ჯერჯერობით, არ ხوار გამომრჩა. არის სხვა შორის L'Oreal-ის პროდუქტებზე გესაუბრებით, ახლა რომლებიც გავტესტე უკვე სხვა შორის DM-ში იმ დღეს და ეს არ შემხვედრია, არ შეიძლება ყურადღება. მე მგონი ჯერჯერობით ამერიკულ ბაზარზეა, მაგრამ თემა არის ის, რომ თინთის ეფექტითაც შეგიძლიათ გამოიყენოთ და ნუ პლუს ანუ ინტენსიური პიგმენტით გლოსის ეფექტითაც. ტუჩზე როგორც გითხარით, თინთები ნელ-ნელა უკვე იპარებიან ჩვენს მაკიაჟის თაროებზე. როგორც ისეთ დამატენიანებელი გლოსი, რომელიც ორი ერთში ეს ძლიერი შაინი შეგიძლია გამოიყენო და შეიძლება ზედმეტი მოიშორო, ზედმეტი პიგმენტი, მაგალითად ხალხსაწმენდით და როგორც თინთის ეფექტით ისე დაიტოვო ტუჩზე და ფერებში რაღაც საოცარი არჩევანი. ხო, L'Oreal-ის პროდუქტებს რაც შეეხება, პატარა ვიდეოები მაქვს, მედი არ დამიკარგოს არ წამისვლია ვიდეოები და ჩაგიგდებთ აქ. L'Oreal-მა გამოიტანა რამოდენიმე საინტერესო პროდუქტი ბაზარზე, ხა ისინი ყველა ერთად არ გამოსულან, მაგრამ მას მე აღარ გქონია beauty news-ების ვიდეო. მაგალითად, პირველი არის მათი True Match ხაზიდან, Lumi Lip Gloss highlighter-ი, სტიკი, უბრალოდ highlighter სტიკი. სხვათა შორის L'Oreal-ის highlighter სტიკი, რომელსაც უკვე აღარ ვიყენებ და ვიკარებ ლოყაზე, იმიტომ რომ აღარ შეიძლება საუკუნის არის. ამას უბრალოდ ნოსტალგიის იდეით ვინახავ, იმიტომ რომ ეს ისეთი ძველია, რომ ამის ლოყაზე გამოყენება არ აღარ შეიძლება. ეს მათი Infallible ხაზიდან, მათი glow stick, ეს არის მათი შამპანიას ფერში გლოსი, რომელზეც highlighter, რომელზეც
საოცარ. სხვადასხვა ეხა ახალი ამ stick highlighter-ების ტექსტურა რო დავტესტე და შევადარე, ამასთან შედარებით ესენი არიან უფრო მეტად კრემოვანი ტექსტურის, უფრო რბილი ტექსტურის, უფრო მარტივად ნაწილდებიან, იშლებიან, დნებიან კანზე. სუდი ესეც არ არის, მაგრამ არ ვიცი ხა ერთი 5-6 წლის წინამდელი ფორმულაციის შესახებ საუბრობთ, ამიტომ წესით უკვე გაუმჯობესება და უკეთესი ტექნოლოგია ახალ პროდუქტებში უნდა დავინახოთ. Hugo highlighter stick-ი 6 სხვადასხვა ფერში აქვთ არჩევანი, თითოს ფასი არის $13. ევროებში რა ეწერა არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოში წეს უნდა გამოჩნდეს თქვენთვის ფასი. საინტერესო ფერებში აქვს სხვათა შორის არჩევანი. კარგი შეფუთვა პროდუქტს Magden highlighters ვერ გახარჯავთ საუკუნე. ამიტომ თუ რაღაც ახალს ეძებთ და სტიკის ტექსტურა, სტიკის შეფუთვით ეს glow multi-ფუნქციური, შეიძლება თვალზეც გამოიყენოთ რეალურად, მაგრამ თვალზე გაიწევება სავარაუდოდ, მაგრამ ნუ არის ახლა ფოტოსთვის და კამერის წინ რამოდენიმე საათით რაღაც ესე multi-ფუნქციურად და შეგიძლიათ რომ სტიკები გამოიყენოთ. ტექსტურა ძალიან კარგი აქვს, ძალიან კარგად ითქვიფებიან და ფერებში ძალიან კარგი არჩევანია. იგი მომეწონენ ძალიან. ამ Lumi ხაზიდან L'Oreal-ს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი აქვს, რომელიც არ შემხვედრია სხვათა შორის, ეს არ ვიცი ჯერჯერობით ჩვენთან არის თუ არა, ეს არის მათი ახალი tinti 82% დამატენიანებელი შრატ ტექსტურით, რომელიც თქო უნდა glow effect-ს ტოვებს კანზეო, მსუბუქი ტექსტურით, მსუბუქი დაფარვით და 16 სხვადასხვა ფერში ექნებათ არჩევანი. ზუდი არ არის, თითოს ფასი იქნება $17. ამის დასახურით რაც L'Oreal. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი გაიგეთ. ეს შრატის პიპეტკიანი შრატ ტონალურის თუ შრატ tintis ჩანაცვლება სავარაუდოდ ეგ მაქვს სხვათა შორის. რომელსაც ისე შეფუთვიდან გამომდინარე, არ ვიცი, იმდენად არ ვიყენებ, რომ აი მგონია წი კარაქტერაც მომიწევს, არც ვიცი რამდენი ხნის. Elf-ს ექნება ახალი SPF სტიკი ბაზარზე, სხვათა შორის, ისე საინტერესო არ ქონა Elf-ს SPF სტიკი. როგორ გამორჩათ. SPF 50, მზესუმზირის ზეთით და გვირილის ექსტრაქტით, თეთრი ფერის გარეშეო, ანუ ქიმიური ფილტრებით არის, როგორც ხვდებით და არა კომედოგენ. და კარგი ბაზისია მაკიაჟის ქვეშ. Elf-ის პროდუქტი წესით მაკიაჟის ქვეშ კარგად უნდა ჯდებოდეს, რა თქმა უნდა. ფასი იქნება $14. გერმანიისთვის მითითებული აქვთ როსმანში იქნება და დუგლასეო. Wirklich? Cool. ახლა აქ SPF ფილტრები არ წერია, მაგრამ რადგან ევროპული ბაზრისთვის არის, იმედი მაქვს რომ ახალი თაობის ქიმიური ფილტრები აქვს და არა ამერიკული ბაზრისთვის ამერიკული ქიმიური ფილტრები. ამერიკული ქიმიური ფილტრებით SPF-ს რატო იყიდი? რა უნდა მეთქვა თქვენთვის? H&M-ის Houndem უნდა მეთქვა ახლა, იმიტომ რომ აქ ყველა Houndem-ს ამბობს. H&M-ი შევა ვერც გაიგონ რა საუბრობ. H&M-ი არის Houndem-ი, არის საქართველოში როგორც ვიცი, ოფიციალურად წარმოდგენილი თავიანთი მაღაზიები. ხო ასეა. მაკიაჟი თუ აქვთ, იმიტომ რომ Houndem-ს H&M-ს აქვს მაკიაჟი. ხო და ეხა შემხვდა ძალიან საინტერესო ბრონზერი, კრემ ბრონზერი. და შეფუთვა აქვს საინტერესო. თან კრემ ბრონზერები მიყვარს. აინტერესებს ვინმეს H&M Beauty? იყენებს ვინმე H&M-ის მაკიაჟს, ან ყიდიან თუ არა საერთოდ საქართველოში H&M-ის მაკიაჟსაც მათ ფილიალებში თუ ფილიალში, არ ვიცი, ერთი აქვს თუ არის ვინმესთვის საერთოდ საინტერესო თემა. ხო, L'Oreal-ის ახალ პროდუქტებს რაც შეეხება, კიდე რაც შემხვდა DM-ში და გავტესტე იმ დღეს იყო მათი თვალის ჩრდილების სტიკები, სტიკ თვალის ჩრდილები, უпростоრად, რომლებიც ძალიან საინტერესო ფერებში აქვთ, ფერები მომეწონა ძალიან და სხვათა შორის პიგმენტიც არის, ცუდი, მსგავსი თვალის ჩრდილ სტიკების თემა ყოველთვის არის პიგმენტი. იმიტომ რომ თუ 3, 4, 5, 6 ფენა უნდა გადაიტარო, რომ პიგმენტი დაინახო, რომ ფერი დაინახო, ჩვენ ძალიან თხელ თვალის ქუთუთოს და კანს ქუთუთოზე ამდენი პროდუქტის ატანა არ შეუძლია, როცა კრემ პროდუქტს ეხება საქმე. კრემი რამოდენიმე ფენა ერთმანეთზე გადატარებული, ამიტომ 10-დან 9 შემთხვევაში, 9.5 შემთხვევაში გაიწებება. აუცილებლად გაიწებება, თან ძალიან მალე. რამოდენიმე წუთში გაიწებება, თვალის რამოდენიმე დახამხანებაზე გაიწებება. ამიტომ ყოველთვის საფრთხილო თემა არის ესეთ სტიკ თვალის შრდილებთან ეგ ამბავი, რომ კრემ პროდუქტის შესახებ საუბრობთ, ესეთ ძალიან თხალკანზე და გვაქვს კრემ პროდუქტი. ამიტომ თუ 3-4 ფენა უნდა გადაიტარო, რომ პიგმენტი დაინახო და ფერი დაინახო, იწებება. ღია ფერს რაც შეეხება, გასატესტი ამბავია ნამდვილად. მუქ ფერებს არაჩვეულებრივი პიგმენტი აქვთ. ეგ ისეთი პიგმენტია, რომ ერთ მაქსიმუმ 2 გადატარებაზე უკვე გათქვებ და ზუსტად იმ ფერს იღებ, რაც პროდუქტს აქვს თვითონ და რამოდენიმე ფენა არ გჭირდება, რაც როგორც გითხარით ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კრემოვანია, ძალიან მარტივად და ნაზად იშლება კანზე პიგმენტი, მომეწონა მაგ მხრივ ძალიან, რაოდენობრივადაც საკმაოდ რაოდენობის პროდუქტს იღებთ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გეყოფათ. ამიტომ
ну ფასი ხა მაგ ფასად პატარა თვალიჩრილის პალიტრას იყიდი, მაგრამ ბევრს არც უყარს თვალიჩრილების პალიტრების გამოყენება და მაგდენ თვალიჩრილს ისედაც არ ისმევს თვალზე და ასე თვალიჩრილების ლუქს არ ატარებს და პირიქით ურჩევნია თვალიჩრილების ტიკი გადაისვი მარტივად, სწრაფად და დამთავრდა თვალიჩრილის ლუქი მზად არის ერთი პროდუქტი. ბევრს ეგ ურჩევნია. ფერები მომეწონენ, ღია ფერზე ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი პიგმენტიდან გამომდინარე, რამდენად გამოჩნდება მუქი ფერები უფრო მომეწონა. L'Oreal-ის კიდე ორი ახალი პროდუქტი, რომელიც DM-ში უკვე შემხვდა და უკვე ბაზარზე არის, ადგილობრივ ბაზარზე არის, რომ შეგიძლიათ დატესტო და თუ მოგეწონება ისე შეიძინო. პირველი არის მათი თხევადი ბლაშები, Lumi Glow, მაგრამ როგორც ვიცი, ეს წესით მატ ფერებშიც აქვთ. მაგრამ ეხა აქ Glow ბლაშები შემხვდნენ მე 10 евро ღირს თითო. თხევადი ბლაშები ძალიან კარგი ტექსტურით. ძალიან კარგ ფერებში, ძალიან გამორჩეულ ფერებში. ზოგი ფერი არის ესეთი, ზუსტად ბრონზერს და ბლაშს რო გაერთიანებს ზუსტად ეგეთ ფერებში. ზაფხულისთვის არაჩვეულებრივ ფერებში. მაგრამ ტექსტურა ძალიან მომეწონა, ხელზე რაც გავთქვიფი, მე თვითონ ძალიან კარგად გაითქვიფა, რა თქმა უნდა, კანზე სხვანაირად უნდა დაიტესტოს, ეხა რევიუს, ეს რევიუ არ არის, რა თქმა უნდა, ეხა დღევანდელი ვიდეო, მაგრამ ანუ პირველი შტაბეჭდილებით ძალიან მომეწონენ. თან პიგმენტი არის ძალიან ძლიერი. თითო წვეთი რო გეყოფა თითო გამოყენებაზე 10 ევროთ ძვირი საერთოდ არ გამოდის, ეგ ბლაშები გეყოფათ არ ვიცი თემ ცხოვრება ან ვადასან ამარ გავუვათ, მაგრამ ხო იცით ხა მაკიაჟს ისე არ გასდის ვადა როგორც სკინკეარს. პლამპერი ტუჩის, ანუ უბრალოდ Z პლამპერი ტუჩისთვის და აპლიკატორის თავი არის ძალიან საინტერესო. ძალიან მისიამოვნე ხელზე რო გამოვიყენეთ, ტუჩზე წარმოვიდგენი ახლა და სასიამოვნო გამოსაყენებელი იქნება. ბურთულიანი, ამობურცული თავები აქვს ტუჩის Z-ის აპლიკატორს. ფერები სხვა შორის ესეთი ანუ ლაითი პიგმენტით არის, ესეთი ძლიერი პიგმენტი არის, ნუ ფერსაც გააჩნია სავარაუდოდ, მაგრამ ღია ფერები მით უმეტეს. სხვა შორის კარგ ფერებში აქვთ არჩევანი, წითელს და მუქ ყავისფერს ქონდა ყველაზე მეტი პიგმენტი, რაც გასაკვირი არ არის. ანუ Z-თოვანი ტექსტურის პლამპერი ვისაც შეიძლება რომ მოგეწონათ, თქო Z-მეტი ესეთი ტკივნეული ეფექტი და რა ყოველ შემთხვევაში ხელზე არ ეხტურზე არ დამიტესტოს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ძლიერი სვავე ეფექტი არ ქონიათ ტუჩზე, რაცაც პლამპერები იწვევენ ხოლმე ტუჩზე და აქედან გამომდინარე იზრდება ტუჩის მოცულობა. სიცივის სასიამოვნო ეფექტი ქონდა ხელზე. ტუჩზე შეიძლება იქ უფრო მძაფრი იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ აპლიკატორი მომეწონა ძალიან ფუფულა საყვარელი აპლიკატორი ქონდა და ძალიან საინტერესო ჩავთვალე ეს თემა, ახლა რატო ახსენებ. ტუჩის ბლაში, რა ვთქვი? ანუ ბლაში, ლოყის ბლაში. ბლაში უფრო იაფია, ვიდრე ტუჩის Z-ი. Why? How? რანაირ, ანუ შეიძლება ბლაში, რომელიც რამდენ ხანს გეყოფა, ხა მაიქ ბლაში წარმოიდგინეთ, მე ისეთი პიგმენტი აქვს, ან Real Beauty-ის ბლაშები წარმოიდგინეთ. ძალიან დიდ ხანს ეგ როგორ შეიძლება სადღაც 2 თუ 3 ევროთი უფრო იაფი იყოს, ვიდრე ტუჩის Z-ი. ხედავთ რამდენ შეება ვირალური პროდუქტი და ტრენდი ზოგადად რა არიან ტუჩის პროდუქტები და Z-ები და ბალმები და ეს რაღაცები დიდად იყო ეხა ტრენდული და მოდაში, რომ ეგ უფრო ძვირი იღირს, უფრო მეტი უღირს L'Oreal-ს, ვიდრე ეს ბლაში, რომელსაც ერთს იყიდი და შემდეგ 3 წელი ალბათ ბლაშის ყიდვა აღარც მოგინდება და ეს ტუჩის Z-ი 2-3 თვეში დაგინდა. ვაუ. ანუ ფასს რო შევხედე, მაგრამ მიიქცია ცოტა ძალიან ყურადღება და მინდოდა რომ კიდევ ერთხელ მეხსენებინა. კარგით მეგობრებო, ეს იყო ჩვენი დღევანდელი Beauty News-ების ვიდეო. ამას რაც შეეხება ვაგრძელებთ ძველი რეჟიმით, კვირაში ერთი ვიდეო. უმეტეს შემთხვევაში, რაღაც გამონაკლისს შემთხვევებში თუ რაღაცა ცოტა განსხვავებული კატეგორიიდან მაქვს ვიდეო, რაც ამ არხის ტრადიციული ნიში არ არის, ანუ სკინკი არ არის. მაგ შემთხვევაში მიყვარს ხოლმე დამატებით კიდევ ერთი ვიდეო სატვირთო, რომ ძალიან არ ამოვარდეთ ჩვენი ნიშედან და იმ ძირითად მაყურებლებს, რომლებიც სკინკეასთვის მოდიან ამ არხზე, რაღაცა გქონდეთ თავიანთი ნიშე კატეგორიის ვიდეო. ბრენდების განხილვის ვიდეოები გვექნება აუცილებლად, რუტინის ვიდეოები გვექნება აუცილებლად, თითოეულ ინგრედიენტზე თითო ვიდეოები გვექნება აუცილებლად, beauty news-ების ვიდეოებს გავაგრძელებ აუცილებლად. შევეცდები რომ ხანდახანეთიური მაკიაჟის ვიდეოც აგიტვირთოთ, სუნამოების ვიდეოებს გავაგრძელებ, ტესტერების ვიდეოები მოგეწონათ ძალიან, ანუ ღირს თუ არა სრული ზომის ფლაკონში თანხის ინვესტირება, როცა სხვა ტესტერებს ტესტავდი ვიდეოებში და ჩემს აზრს გიყვებოდით, ეგ ვიდეოები მოგეწონათ და შევეცდები რომ სეზონზე თითო ვიდეო მაინც მაგ კატეგორიაშიც აგიტვირთოთ ხოლმე. სეზონის ფავორიტების ვიდეოებს გავაგრძელებთ აუცილებლად. დღის ტესტებს რაც შეეხება, შევეცდები რომ მაგაც მაკიაჟის კატეგორიიდან სხვა პროდუქტები დღის ტესტების მიხედვით გავტესტო. ეხლა ზამთარში ცოტა რთულია, იმიტომ რომ თითქმის არსად არ გავდივარ. სახლის სამსახური უნივერსიტეტი, ეხლა მით უმეტეს ეს დეკემბრის ბოლო 2 კვირა და იანვრის პირველი 2 კვირა უნივერსიტეტიც კი ამ მქონდა. ანუ რაღაცა ესე სახში რომ ზიხარ, ტონალურის დატესტვა ცოტა უცნაურია რა.
ხარით თუ გახვედი, ცოტა თუ არ გაიოკლე, ცოტა რაღაცა ნიავი თუ არ მოგხვდა სახეში. ანუ რა თქმა დატესტო პროდუქტი. სახში ვზივარ და რა კარგად ზის ტონალური, ხო კარგად იჯდება ახლა, ეგრე ყველაფერი კარგად იჯდება. ანუ სადღაც ივლისისთვის დაგიბრუნდებით დღის ტესტების ვიდეოებით. არ ვიცი კიდევ რამოდენიმე საინტერესო იდეა მომაწოდეთ რაღაცა პროდუქტების ტესტების შესახებ, რაზეც არ ვიცი ფიქრობ. ესენსის ტუშების შესახებ მომწერეთ. ასე ხშირად მოგხსოვს ესენსის ტუშები გახსნილი, ხშირად ვსაუბრობ ხოლმე სხვა ფავორიტების ვიდეოებში ესენსის ტუშების შესახებ და აქედან გამომდინარე აინტერესებდა ერთ-ერთ გამომწერს Instagram-ზე ესენსის ტუშის შესახებ, რომ ვიცი რომ იყენებ მოგწონს და თუ შეგიძლია რამე მერჩიებდე რომ ფართო არჩევანი აქვთ, ვერ წარმოვიდგენდი რომ ერთ ბრენდ შეიძლება ამდენი ტუში ქონოს. ძალიან სწორი შენიშვნა, როცა ესენს ეხება საქმე, ძალიან ბევრი ტუში აქვთ. მან ვიფიქრე რომ მეთქი ხო არ გავაკეთო რაღაცა countdown-ი, ანუ რეიტინგი ესენსის ტუშების, ხო არ გავტესტო, რამოდენიმე თვის განმავლობაში ხა ყველა ტუშს ერთად ვერ გავხსნი. მაგაზე ჭუების წელდო ეგეთ რაღაცები არ დავაკეთო. ანუ ორი ტუში რომ მქონდეს ერთად გახსნილი შეიძლება. რამოდენიმე თვის განმავლობაში ხო არ გავტესტო თქო, მაგალითად თქვა ესენსის ტუშები, ან კატრესის ტუშები, ან რაღაცა ტუშის პროდუქტები, რაღაცა ესეთი უფრო ბიუჯეტური ბრენდის, რაც ყოველთვის უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი და ჩემ ბანკის ანგარიშიც არ გადაირევა, რომ ერთი ბრენდის რამოდენიმე პროდუქტი ვიყიდო. და რაღაც ესეთი რამოდენიმე ანუ თქვა 6 თვის შეჯამება ხო არ გაგვეკეთებინა შემდეგ რომ თქვა რეიტინგის მიხედვით დავალაგო ეს პროდუქტები. ინტერესებს რაღაცა მსგავსი. არ ვიცი ფიქრობ მაკიაჟის ვიდეოებს განსაკუთრებულად დიდი ნახვები არ აქვს ხოლმე. გააჩნია თქო მაკიაჟის ვიდეოსაც, მაგრამ რაღაცა განსაკუთრებულად დიდი ნახვები არ აქვს ხოლმე, ამიტომ დიდი დროის და ფინანსების ინვესტირებაც არ მინდა უცხოელად გეტყვით. ეხლა ნახვები თუ არ აქვს, ჩემთვის ხარ წერა ვიდეოებს, თქვენთვის წერთ თქვენ და გაინტერესებდეთ, ან ნახვები მეუბნება, რამდენად გაინტერესებთ, ან არ გაინტერესებთ ესა თუ ის ვიდეო. ხმის მოვლის პროდუქტებს რაც შეეხება. წინაზე როგორც გავაკეთე მომეწონა 6 თვეში ერთხელ გამოცლილი შამპუნების, კონდიციონერების, თმის ნიღბების და ასე შემდეგ პროდუქტების შეჯამება. ანუ 6 თვეში ერთხელ ფიქრობ რომ ჭკვიანურია. ზაფხულში მქონდა, ივნისის ბოლოს ივლისში მქონდა პირველი ვიდეო ეგეთი. ეხლა ზამთარში უწევს მეორე ვიდეო. 6 თვის ცოტა გადაგვიცდა, მაგრამ ერთი პროდუქტის დაცლას მელოდებოდი, იმიტომ რომ მინდა რომ ამ ვიდეოში მოხვდეს. ამიტომ შემდეგი ვიდეო ეხლა მოუწევს იანვრის ბოლოს, თებერვალში, სავარაუდოდ უფრო. და ეს 6 თვეში ერთხელ გროვდება კიდეც რაღაცა კონდიციონერები, დაცლილი შამპუნები და ასე შემდეგ, რომ რეალურად გესაუბროთ გამოცლილი პროდუქტების შესახებ. ეხლა შამპუნის დაცლას უფრო მეტი დრო სჭირდება, რა თქმა უნდა. ვიდრე არ ვიცი ზიანამცავეს. მის მოვლის პროდუქტებს რაც შეეხება, ვფიქრობ რომ მაგ რეჟიმთან დავრჩები, ასე ვთქვათ. წელიწადში ორი ვიდეო მოუწევს 6 თვეში ერთხელ თმის პროდუქტების დაცლილი შაფუთების შესახებ რომ ვისაუბროთ. კარგით მეგობრებო, თუ გაქვთ რაიმე იდეები, რაღაცა კატეგორიები, რაღაცა თემები, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ, რაც შეიძლება კარგი იდეა იყოს 2025 წლისთვის, სიამოვნებით შემეხმიანეთ კომენტარებში. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა. 2024 წელი ძალიან საინტერესო, ძალიან დატვირთული, წარმატებული წელი იყო. 10000-ზე მეტი ვართ. 10220. ოკეი. 200 გამომწერის მერე რო ვიხდი მადლობა 10000 გამომწერს, ხო ძალიან საინტერესოა, მაგრამ თავის დროსაც გითხარით მადლობა და კიდევ ერთხელ გამიმეორებ. არაჩვეულებრივმა ადამიანებმა მოიყარა მოკლედ აქ ერთად თავი, რაც ძალიან მიხარია. ალბათ 1-5-6 ადამიანი თუ დავბლოკე მთელი 2024 წლის განმავლობაში YouTube-ზე, რაც დამიჯერეთ 10000 ადამიანში, არაფერი არ არის. არც კი ითვლება საერთოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პოზიტიურ ტენდენციას შევინარჩუნებთ 2025-ში. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო. თუ სხვა beauty news-ების ვიდეოები გაინტერესებთ, playlist დაგიტოვეთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება. არ დაგავს თანხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს ახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემში. აო.